გამარჯობა, მოგესალმებით გურჯაანის ფილიალიდან. ჩვენ საიუბილეო გათამაშებაში მეორე ტრაქტორი გათამაშდა სულ 2 დღის წინ და დღეს ვაპირებთ რომ სიღნაღში ჩვენს გამარჯვებულს ბატონ გივით ჩაუყავოთ ადგილზე. ჩვენი გარეგაყიდვების მენეჯერი ვანო დაგვეხმარება დღეს და სანამ ევაკუატორი მოვა თუ შეიძლება ვანო რომ ბატონ გივიზე ვისაუბროთ მე როგორც ვიცი ჩვენი ახალი მომხმარებელია წელს შუა სეზონში შემოგვიერთდა და 1-2 სიტყვით რო გითხრა ეს ისტორია. იმაგან გამარჯობა. მე ვარ გარეგაყიდვების მენეჯერი. ჩემი პოზიციური ვალდებულება არის ადგილზე მისვლა, ეს ვენახი იქნება ატამით რა და დაავადების და მავნებლების ნახვა, შეფასება და სწორი კუთხით წამლობა. ამ შემთხვევაში იგივე მომართა, როგორც დაზიანებული ჰქონდა ვენახი ჭრაკისგან, შევაფასეთ ადგილზე და შევიტანეთ პესტიციდები, როგორც არის მიკარფლეში, ფალკონი, მელოდი კომპაქტი, პროფაილერი და პროტეუსი. იდეალურ მდგომარეობაში ამ შემთხვევაში ვენახი ძალიან კმაყოფილია ფერმერი, რამაც გამოიწვია ამ ტრაქტორის მოგება, მისი ბოლო შენაძენი მომგებიანი აღმოჩნდა მოკლედ. ბოლო შენაძენი მომგებიანი აღმოჩნდა და კმაყოფილი არის ფერმერი ძალიან. ძალიან კარგი, დანარჩენი საუბარი შეგვიძლია ბატონ გივისთან გავაგრძელოთ, იქამდე კი აი ევაკუატორი უკვე მოვიდა და შეგვიძლია ტრაქტორით ავიყვანოთ და წავიყვანოთ. აი წავედით სიღნაღისკენ, საკმაოდ გრძელი გზა გვაქვს წინ და მოდით ორი სიტყვით მოგიყვებით ჩვენი გათამაშების შესახებ კიდევ ერთხელ, როგორც ჩვენმა აქტიურმა მომხმარებლებმა და მაყურებლებმა კარგად იციან, ეს ჩვენი საიუბილეო გათამაშებაა, აგროსფერო 20 წლის გახდა წელს და გადაწყვიტა კომპანიამ რომ აღენიშნა ეს 20 წლის იუბილე მომხმარებლებთან ერთად და გამარჯვებულები განსაკუთრებით გაეხარებინა. ჩვენს გათამაშებას უკვე 170-ზე მეტი გამარჯვებული ყავს და დაახლოებით 2 თვე ნახევარია რაც დაიწყო. წინ კიდე 2 კვირა 53-მდე პრიზი დარჩა გასათამაშებელი და ჩვენს მომხმარებელს მოუწოდებ რომ ჩაერთონ და ეს შანსი გამოიყენონ რომ მათაც მოიგონ, გაიმარჯვონ და ჩვენთან ერთად აღნიშნონ ეს საიუბილეო წელი. აბა როგორ მო? ჩვენი არის, დიდებული საჩუქარი არის. დიდებული. ამდენად. მოსტოს კი არა რა ვიცი. ჩემთვის, ჩემი მეურნეობისთვის ზედმისწრება არის. ზედმისწრება. მეურნეობა გადაურჩა გაყიდვას. ვაპირებდი მართლა გაყიდვას, ვფიქრობდი რა 5 ჰექტარი მაქვს აქ ანაკვეთი. აი წამოდაათვარი ელემენტი მაო საზამთრო მაქვს, რავი ხეხილი რა, ვენახი და შემდეგ და ყოველწლიურად ტრაქტორში რო ვიანგარიში 5-6 ლარს ვიხდიდი ტრაქტორის იმაში ოპერაციებში. აი ახლა რამხელა შეღავათია ჩემთვის ყოველწლიური და ეს არის სიჩქარეები? ეს სიჩქარეა. ის აღარ განთქმული. ეს მოკლე სიჩქარეები არის. დაბალ მაღალში. დაბალ მაღალი, ეს არის ძალიან დაბალი, ეს არის ოდნავ დაბალი. 45 ცხენი ძალიანია. საკმაოდ მძლავრი შენი მეურნეობისთვის. ძალიან კარგი, დიდი მადლობელი ვარ. მოკლედ ვერ დაღლი რა ალია. ვერ დაღლი, კი ბატონო, ჩემი მეურნეობისთვის ზედ გამოჭრილი არის. მილოცავ მაგის. მადლობა, გაიხარეთ. მადლობა თქვენ, მადლობა აგროსფეროს კომპანიას. რავი, მადლობა უფალს კიდე ეგეთი ბედისთვისა და დავიცი. ძალიან კარგი არის. ძალიან. ხო, აბარა. სერიოზულად. აი აგროსფეროში ტავრელი ისინი სამფინიკატები ვიყიდე შევიძინე ვენახისთვის და ყოველ 100 ლარზე არის ერთი ბილეთი გადაფრიქე და მოიგე. გაიხარე. ბატონო გივი, გილოცავთ გამარჯვებას. ჩვენი საიუბილეო გათამაშების ერთ-ერთი მთავარი გამარჯვებული ბრძანდებით და ეს ტრაქტორი თქვენ მოიგეთ. თუ შეიძლება გიათი მოგმართოთ, რადგან ასე გიცნობენ თქვენ სოფელში და ბატონო
მე მაინტერესებს თქვენ აქამდე თუ გაგიმარჯვიათ ან თუ იცოდი ჩვენი გათამაშების შესახებ და მოოდინი რამდენად გქონდათ გამარჯვების როცა მოდიოდი ჩვენს მაღაზიაში ბაიერის პროდუქციის შესაძენად თქვენი მაღაზიის გათამაშება კი ვიცოდი როგორც წამოვედი თქვენი მაღაზიის შხამქიმიკატების შესაძენად იქ მითხრეს ამიხსნეს რომ ყოველ ასლარზე ერთი ბილეთი იყო გათამაშებაში შემეძლო გადამეფრიკა რამოდენიმე წადე წინა წამლების შესყიდვაში არ გაამართლა მაგრამ ბოლო კეთილი ქონდა მაინც ბოლო იმაზე 300 ლარის შევიძინე წამალი და 3 ბილეთი ამოვიღე და ერთ-ერთი მართლა იღბლიანი აღმოჩნდა და ეს ტრაქტორი მომაგებინა ბედმა და რა ვიცი მართლა თქვენმა ფილიალმა დიდად კმაყოფილი ვარ ძალიან გახარებული ვარ ჩემი მეურნეობისათვის ზედ გამოჭრილი ტრაქტორი არის და რა ვიცი რა ვთქვა სხვა დიდი მადლობა თქვენ ფილიალს და ამ დამფუძნებელს ვინც ეს გათამაშება მოიგონა და თქვა რომ უნდა იყოს ეს გათამაშება ძალიან კარგია ვიხარია მოკლედ ჩვენი საიუბილეო გათამაშების ჩანაფიქრი და იდეა ზუსტად ის იყო რომ ჩვენი მომხმარებლები გაგვეხარებინა და აი ასეთ ბედნიერს კი ბატონო მე თავად ეს ვენახი გამიფუჭდა ჭრაკი შეხვდა და მე მითხრეს მირჩიეს რომ აგროსფეროში ხარისხიანი წამლები არის და ჯობია რომ იმ წამლებით მოწამლო და მართლაც წაველი ვიყიდე იქიდან წამლები წამოიღე აგრონომმა შემირჩია წამალი მოიდა დაათვალიერა ვენახი და აგრონომისაც მართლა ძალიან დიდი მადლიერი ვარ მოდის ხოლმე ამოწმებს დადის ამ სიცხეში თვითონაც წვალობს და ვენახი გამომისწორა არა მარტო ვენახი და თან პლუს მაგას ეს ტრაქტორი კიდე ხო რა ვიცი რა ხო დავხატეთ და დაიხატა რა და დიდი მადლობელი ვარ ნამდვილად. ესე იგი ორმაგაც სიხარულოა რომ აი ხა რო გეწვიეთ თქვენს ნაკვეთში ისე ამოწყობილი თქვენი მცირე ვენახი რომ ამ ტრაქტორის გამოყენებას სრულფასოვნად შეძლებთ და ასევე სხვა კულტურებშიც რა თქმა უნდა ნამდვილად. საზამთრო მაქვს, ატამი მაქვს კი ბატონო და ეს ვენახი მაქვს და ძალიან აი ყველა საქმეში ჩემი მეურნეობისთვის ზედ გამოჭრილი არის მართლა ეს ტრაქტორი და ნამდვილად სოფლის მეურნეობაში დიდი ხანია რაც ჩართული ხართ თუ კი ბავშვობიდან წვალობ სოფელში ცხოვრობ და ნამდვილად ეს ვენახი ჩემი ხელით არის გაშენებული 6 წლის ვენახი არის და რავი ესე წვალობ ვიქირაობ ტრაქტორს ძალიანავ წვალობდი უტრაქტოროთ მაგრამ მათი ახლა უკეციო გამიმარტივდება ნამდვილად სამუშაოები ოპერაციები ვენახისთვისაც ხეხილისთვისაც და ყველაფერში ნამდვილად ეს გამოწრილი არის. მოკლედ გილოცავთ კიდევ ერთხელ. მადლობთ. ისურვებთ დიდ შემოდგომას და უხმოსავთ. კი ბატონო, მადლობა. მე აი თავად რო გამიფუჭდა ვეზიდებოდი ფარსიფიცირებულ წამლებს ალბათ რა ჩინური, ინდური და იმან გამიფუჭა ეს ვენახი და დიდი მადლიერი და დიდი მადლობა აგროსფეროს და ამ ბაიერს ნამდვილად რომელიც წამლებითაც მე წამლი ამ ვენახსა და დიდი შედეგიც მივიღე. ძალიან დიდი შედეგი მივიღეთ ამ ბაიერის წამლებით, აგროსფეროს წამლებით. დიდი კმაყოფილი ვარ აგრონომის ბატონი ვანოსი, მოდის წვალობს ამ სიცხეში დადის რიგებში, ყველა თითო ფოთოლს, თითო ტევანს ამოწმებს. მე მირჩევს რა წამალი უნდა შევიტანო ვენახში და რა ვიცი კიდევაც შედეგიც არის უკვე. გამოასწორა ვენახი ბატონმა ვანომ. ამოასწორა ვენახი არა მარტო ბატონმა ვანომ, რა თქმა უნდა აგროსფერომ და ბაიერმა. აი ხალხ. არც ნაცარი გვაქვს, ჭრაკის დამარცხებულია რა თქმა უნდა. მოკლედ იდეალურია რა. ძალიან კარგი მადლობელი ვარ. მომდენო ვიზიტი აუცილებლად დავასწორებთ და ის შევიტანოთ წამლები, პესტიციდები. მადლობა. აი, ყურადღებისთვის. კაიგია დაგემშვიდობები. დიდი მადლობა. წარმატებები ისევ და ისევ მშვიდობაში ტრაქტორი და შემოგევლო. მთელი ოჯახი გაგვახარეთ. მადლობა ყველას. უკეთესი გქონოდეს. კარგი მოსავალი მოეყვანოს, რომ კარგი ღვინო დაგვეყენებინოს და კარგი ღვინო დაგვეგო.